ბიჭო, რაღაც მინდა თხოვო რა. ხო, რა? ფული მჭირდება მაგრად და შეგიძლია რომ ასეს ხო? რა ფული მჭირდება? 1000 ლარი რა. იკასავით ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაგრად მომწონს. გამარჯობა. აქ მუშაო? აი უკვე შენი საქმე აღარ არის რუსთან. შენი საქმე აღარა. ხო არა, შენი საქმე მე ვიც ერთად გავივი. ხო, მაგიტო გზდიდი და ყველაფერს გიკეთებდი, რომ მე ვიღაც მიმტანი მოგიყვანა სახლში. ყავა ჩაი დამისხი რა. ყავა გიალკოხდება და გითხარება შენ? ხო. რაღაც მერე მოხდა. აი, მოხდა რა მე? ხო, გუში ვერ მოასწარი. წოხელ რომ მეთქვა და გამაგიშებენ ეს ბავშვი. ამჯერად რომელი? გიორგი რამას. რამე შეემთხვა? არაფერი, ის გოგო ხო გახსოვს თე? კი მახსოვს? გუში ვნახე რესტორანში. მიმტანია. ხო. არ ვიცოდი. არც მე რამას. იცი რატო? რატო? იმიტომ რომ მოგვატყუეს. გახსოვს იქ დაჩაზე რომ ვკითხე რა მიპასუხეს? ეხლა დაჩაზე რა მახსოვს რა გიპასუხა? სწავლობსო და შევმზარეული უნდა გამოვიდესო. და იქნებ მართლა სწავლობს. კაი, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა, მაგრამ თავარია რომ მომატყუა ორივე. გიორგი კარგად გიცნობს რუსთ. და ეს ამხელა ქალი ისე თუ ხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო იქ. მაკუნასთან ერთად ვიყავი თავზე მენიუთი რო დამადგა. საწასულიყავი არ ვიცოდი. იცოდა გიორგი მე რეაქციაც გექნებოდა და მაგიტომაც დამალეს. բայց აბა რა რეაქცია უნდა მქონოდა რამას? გიორგის ელაპარაკე? ველაპარაკე. და რა ომერე? არაფერი, თავი დამანებეო. სწორია. რა არის სწორი რამას? რა უნდა მაგ გოგოსთან გეკითხები? მე იცი ისი მეშინია? გვიან არ იყოს რომ მიხვდება რაში გაყო თავი. გეხვეწები დაელაპარაკე რომ. მითრაზე დაველაპარაკო. დაარწმუნე რომ დაშორდეს იმ გოგოს. არ არის ეგ მაგის შესაფერიც და არ ჩვენი ოჯახის რამას. დავისმინე. არ იქნება ეხა მართალი რომ მაგ გოგოზე დაუწყო ლაპარაკი. უფრო გაჯიუტდება. არა. დაელაპარაკე. არა რუსუდან. არა. გეხვეწები რა რამა. არ გნახოთ. აი, არამე ისე ლაპარაკობთ, უნდა გავიდე? როგორ გეკადრებოთ? აი, ცხელია? ეხა დავადგი. ბატონო. უნივერსიტეტი ავარჩიე. ო, ეს უკვე საინტერესოა. მე?
ესე იგი, კოკამ რაცები გამიგო და ორი ვარიანტი, მაგან კოლუმბიის უნივერსიტეტი ან ჯორჯ ვაშინგტონის და არჩევანი უნდა გავაკეთო რა. ფაკულტეტი? ბიზნესის ადმინისტრირება. ბიზნესის ადმინისტრირება ძალიან კარგია. ხო. და მამა გადასახადი. ბევრია. მამაკო შენ ისწავლე და ყველაფერს გადაიხადე. კარგი, წავედინე. ჩაი? არ მინდა ვეღარ მოვასწრე ფეჩქარები. რა დუხდა? დაგისხა ჩაი? დამისხა. თუ ყავა? ყავა. ბებო გენაცვალოს. არ მივდივართ. კი, ზუია მოვიყვან მანქანას ქარია გარეთო და მიგიყვანთ მარშრუტკამდე. რა თქინდოდა ზიოს საყოლა? ჩვენით ვერ წავიდოდით? როგორ ბრძანდებით ქალბატონო ლამაკ? მადლობთ, ესენი იყვნენ კარგად და. აბა რომელ ექიმთან მიდიხართ? კარგ ექიმთან მივდივართ, დაურეკეთ და ეხლა წავალ. ისე მეც უთხარი გამოყვები მეთქი, მაგრამ არ ქნა. ისე ჩემი დედამთილი რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც მე ვარ ახლა მაგისტვის, როგორც მე ვეხმარები. რა დამაბერებდა? ნუ ნერვიულად. ცისანა ყავდა იმ დღესა მოყვანილი. იმის იმედი უფრო მაქვს. მეც მოვდივარ თბილისში. რატო? ნუგოს ქორწილი ქონია შაბათს და ტუფლი უნდა ვიყიდო. საქმეები არ ქონდა შენ? მე ეს რა საქმე არ არის? მე გიყიდი თუ გინდა. რა გინდა გოგო, წაგიყვან, მოგიყვან. რა იცი შენ რა უნდა მიყიდო? ის ბარემ ქალაქში რო წახვალ თამრიკოს შვილისთვისაც იყიდე ისეთი რამ რომ შეეთხოს ქალაქშია ნაყიდი. წავედით. კარჯე იქაც ძალიან მალე მოვა და სასმელს ის ამოიტანს რა. ძალიან ბევრი სასმელი გოქა რა? და არა მარტო სასმელი. დაჭერი უკვე? ბაკო, მეზობლები არ გაგიჟდებია? აუ, კაროჩი, რა ჯერ მესაო რა ქვია, ქალებიო, მე ხეებიო, ხა მეზობლები, ჩემი უფლებები როდის უნდა დაიცვა, ჩემი. მე გაგაფრთხილე და როდი მე გაგახსენე. ვი, გოგო, ლეივა, ლეივა ძალიან ჯიგარია. ო, ვაფშე ეგეთ რაღაცებზე არ ხედავს საერთოდ. აბა, რა შუბიც. აიკა. როგორ ვაფშე. აქ რაღაცა ამბავი იწევა, ხო? ნუ ისეთი ხა ვერა როგორც კიევში, მაგრამ ვცდილობ რა. მაგა ეყოფა რა, ეხოცებინა. მოიცა სულ ეს ვართ? ვინ გინდა კიდე რომ იყოს? ვითომ არ იცი. ვი? მოდის. ო, თაკო რა მაინტერესებს? თილა. აი შენ და სალი ხო ხართ მეგობრები? ხო. მეც ხო შენი მეგობარი ვარ. და არ შეიძლება რომ ერთხელ ისე მოხდეს რომ მე ვიყო შენი მეგობარი და არა სალი. ანუ პირიქით რა. ვერ გავიგე რომ სარვა შენი მეგობარი, მაგრამ კაი. გაი, უმრობ ვიცი. აუ როგორ მომენატრე. მეც. არ შეგო. შენ შეგიძლია თავისუფლად გავუშვედო. რატო ეკუტება შენ გულ. რა ჯვი რა. წარმოიდგინე შენი თავი ჩემ ადგილას. ვაფშე არ ვიცნობდი ტიპს და რა მექნა ეხლა რა. ეგ არაფერი, მე ხო ჩავეხუტე იკას გოგოს. ეხა იკას ჩაეხუტა ჩემ გოგოს და всё გავსწორდით რა. მოიცა. აგას რა პონჩი იძახით. რას რა პონჩი ვიდა? ანუ აი ხა რაც თქვი რა, ბიჭო, ცოტა დაფიქრდი რა სიძახი რა, ვინ ვის ჩაეხო. აი ბიჭო, კაი, გადავი. აი უმრობ რა ჩი ნახა ვიცი. და ბიჭო, იმ ამბავზეც რა რო დაგირეკე რა. აი მე რა დავე, ეგრევე მივხვდი და მართლა არ დაგვუსიყო რა. ჯიგარი ხაზი. ხო, რა ჩვენ კი შევრიგდით, მაგრამ აი ამას რა ეშველება, არ ვიცი რა. ვაკო. შენ არ ყავს ვინმე მეზობელი ან ვიღაცას რო თხოვო, რომ პროსტა მომიდეს და ცოტა ხანი შენთან ერთად იყოს. მარტო ხარ შენ. ვაკო. ერთადერთი კაცი. თავგადასავლები შეიძლება დამინერა ჯობია რომ მარტო იყოს. მისმინე. მოვა. არა. მოვა ხო ველოპარაკე ცოტა ხნის წინ მიწერე. ჯიგარი. იკარა მინდა დაიცინოთ ხო?
იმ ამბავზე ვერ დავიჭერდი შემხარეს, იმიტომ რომ მეც რომ მომსვლოდა ეგეთი რაღაც, მეც ძალიან გული მეტკინებოდა და კი მეცადე, მაგრამ არ შემიძლია. არა, ვიცი და მართლა ძალიან დიდი ბოდიში რომ ზუსტად ვიცოდი რომ გეტყნებოდა, მაგრამ აბადია. ძალიან ფოტოს გადაიგებ, კარგად მიმოიხედე, ვინმე ცოტა ის ხალხჩაცმული ნაშავა გქონდეს გვერდზე, თორე პანიკა. საერთოდ არ იყო, ტიტველი იყო. ტიტველი თან გამოიცა. აი, ძალიან სასაცილოა. კაი რა, კაი, გეხოძე გთხოვთ რა, ამ თემაზე ვაფშე არ ილაპარაკოთ, ძალიან მაგრად გთხოვთ რა. ნუ აი, სალი თუ მოვა ხო, ვაფშე, თუ მოვა. გთხოვთ. მობა, იკო. რა შვებით? შენ? როგორა? მოგიხმაროთ? იცი რა არის? არა. მოვშიქ უკვე. დავიწყოთ, ხო? ხა არ დამიწყა მე არ ვსვავდა რაღაცა. თებშები აიღეთ თქვენ, აღარ ვალაგებ. კაი, მოიცა. მართლა ეს ჩიქაში. ვახ, ბევრი დავასხი ცოტა, მაგრამ არა შეიძლება. აი, დავლევა რა. ეს შენ. ნანი. დავიწყოთ რა. ხო, დავიწყოთ. გვიმარჯოს რა. გავიმარჯოს. წვენი მინდა რა. შეიძლება? მოდი დაჟიქი. როგორ ახარ? როგორ მიდი საქმე? რა ვიცი, ნორმალურად. მალე მორჩებით იმ ორ ობიექტზე. ძალიან კარგი. ხო, ყველაფერი გეგმის მიხედვით ყველაფერი გჭირდება. ჯერჯერობით არაფერი. კარგი, ხა მომისმინე რატომ აგიბარი. დედა შენს ველაპარაკე დღეს. მე რა ნერვიულობს. რა ნერვიულობს? და შენ რა არიცი? ხომ რა არის ამ შთანგრული? გაბრაზებულია მომატყუეს. ორამას მაგრამ ვიცი რუსუდანის ხასიათი არა. თავიდანვე რომ მეთქვა იგივე რეაქცია იქნება. არა მესმის მაგრამ არ უნდა ესდია. მომატყუაო. თან ხო იცი არ დაივიწყებს. თან შენზეც ნერვიულობს. არა შესაძერისი არისო. აი რა აღარ ვარ პატარა ბიჭი რა. მეგონი ჩემი ძლია უკვე გადავწყვეტო მის შემეფერება და მინ არა. ეგ რუსუდანის გადასაწყვეტი აღარა. რა ხართ ეს ახალგაზრდები რა. არავის უსმენთ. მარტო თქვენ ახართ გონიათ მართლები და დანარჩენი ყველა ტყუის. არა ისე მე თუ მკითხავ ძალიან კარგად იქცევით. არა მე საერთოდ არ მაღიზიანებს ახლა ეს დია რომ იმტანია. რა მოხდა მე? მეც მაგას არ ვამბობ. არა გიორგი შენი გადასაწყვეტია შენს გვერდით ვინ იქნება და ვინ არა. მე მაგ საქმეში ვერ ჩავერევ შენ უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ. რა ვიცი გააგებინეთ რუსუდანსაც ეგ რა. კარგი რა ეს რუსუდანიც გაიგებს ახლა ნუ ნერვიულობ. გოდიში ერთი წუთით. ხოზუკა. გაშვები. არაფერ შენ. რავი არაფერს აქ ვარ, არ მოდიხარ? რამაზისთან ვარ და მოვალ ცოტა ხანში. აუ რამასთან თუ ხარ, გეხოცები იმ თემაზე ებაზრე რა. კაი დაველაპარაკები ხო. უეჭველი ებაზრე. კაი, მით. აი მით. ორაი სუდან მომთხოვა რომ მე საერთოდ არ ვაპირებდი ხა ამ თემაზე შენთან ლაპარაკს. შენი ცხოვრების შენიცია. მე მაგ არ ჩავერევიებდი. კარგი მე ხა გასასვლელი ვარ, შეხვედრა მაქვს. კაი მეც გავდივარ და ერთად გავიდეთ. წავედი. ზვია მე ბაზრობაზე უნდა გავიარო. თამრიკო შვილიშვილისთვის უნდა ვიყიდო რაღაც დედაშენ მადამაბარა. მეც მოვდივარ, ტუფლები მაქვს აყიდე. კაი რა ხო იცი ბევრ დროს დავკარგავთ ეგრე და გორში იყიდე მერე რა. არა, ერთად ვივლით ყველგან. მარტო შენი გაშვება არ იქნება. ერთი გადავალ აქ სიგარეტს ვიყიდე.
ბებო, რა ვქნათ? როგორ მოვიშოროთ ახლა ზვიო? ბაბო, ნუ ნერვიულობ, მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. მე ახლა ცუდად გავხდები. ზვიოსთან დავრჩები და შენ კიდე გაიქეცი ნათელასთან. ნუ ნერვიულობ. მე რა არ დაიჯეროს? რას მიხვდება 1000-ჯერ ცუდად ხვდები და ისიც იქ არის ხოლმე რა. არ ხვდები ცუდად თუ? კარგი, არი ნერვიულობ შენ. მიდი დაურიკე ახლა ნათელას რომ გაგვიანდები. ჩქარა. ალო. გამარჯობა, ქალბატონო ნათელა. ნინი ვარ, იცი 10-20 წუთი დამაგვიენდება მე ხო? კი, მოვალ აუცილებლად. ბებო, რა ცუდად ხარ? ბებო. ბებო, წამალი არაფერი აქვს აკაში. რას მოკავდა საერთოდ? ბაბო, როგორ ახარ, ბაბო? ბაბო. გამომართვიეს. ბაბო, ჩაიდე. Obzadit, doktornela. Dobzadit. თქვენი პასუხიც უკვე აქვს. კაპიტანელა მარტო ხართ? დიახ. ასე გიბია. გოგიეკიმო, ძალიან გთხოვთ არაფერი დამიმალოთ. არა კაპიტანელა, არაფერს არ დაგიმალოთ რა. არაფერს არ დაგიმალოთ. მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ. ეს ანალიზები რაც თქვენ გაიგეთეთ რეალურ სურათს არ იძლევა. მე ამიტომ გთხოვეთ რომ გაგიკეთებინათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ნუ ეს სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს კიდე ბევრ დაავადებას. სამწუხაროდ მე მქონდა HIV და ეს HIV გამართლდა. მაინც მერჩივნა რომ ახლობლებსაც მოესმინათ ეს ყველაფერი, მაგრამ ნახან მარტო ხართ სამწუხაროდ ესაგებია. თქვენ თირკმლის სიფსივნება. დაუცილებლად ესაჭიროებათ ოპერაცია. ეს მალე გავიკეთებთ მით უკეთესია. ეს მხოლოდ ერთ თირკმელზეა და გვაქვს ძალიან დიდი შანსი რომ შევაჩეროთ პროცესი. ოპერაცია აუცილებელია. აუცილებელია. მესმის რომ ძალიან რთული თემაა, თუ გნებავთ სხვა დროს გამოიერეთ. და არის შანსი რომ ეს ტომოგრაფიის პასუხი ცდებოდეს. სამწუხაროდ არა. გასაგებია. ძალიან სწორად. მადლობთ გოგიეკიმო, ამ დღეებში შემოგივით. კაპიტანელა, ანალიზის პასუხი მორჩებათ. შენი და შევეცი რა. ასაკეთებს. აი, ძალიან დიდი ბოდიში. კიო? შენ გარდა ეხა ყველას ველოდებოდი. ძალიან დიდი ბოდიში. აი, ისი ბოდიში უკიდა რომ უყავს საერთოდ ზოგადად არის შენი ბრალი, ასე რომ ჩემი ბრალია და აუ, კაი, რომ შენ მიხდი ბოდიშებს ძალიან დავარჩი. არა, ჩემს საერთოდ არჩის რა და ფაქტობრივად შენია გასაკეთებული რა. არ არის პრობლემა, მოკლედ შენ ახლა გაჩერდი ერთადერთი რაც მინდა გთხოვო. ეხა არაფერი არ გაჩერდი მომისმინე შენი ტელეფონის ნომერი ჩამოწერილე. და ხმა აღარ არის, მართლა არ არსებობს. ტელეფონის ნომერი მითხარი შენ. ჩამოწერილი, ჩამოწერილი.
ჩემი გასაკეთებელია ეს მანქანა და გავაკეთე. გამარჯობა, ქალბატონი ნათელა, უკაცრავად დამაგვიანდა. არა უშავს, როგორ ხარ? თქვენ როგორ ბრძანდებით? რა მიჭირს? კარგი ამბები მაქვს. მართლა? ჩემს გოგოს ველაპარაკე და იქ მოგიძებნის საქმეს. მართლა ესე მალე რა კარგია. იქიდან ქართველი გოგონა მოდის მოხუცულის და შემცვლელს ეძებენ. მოკლედ კარგი ვარიანტია. ისე ჯანიანი გოგო კი ხარ, არ გაგიჭირდება. ოჯახია თუ? კი, ოჯახია. ის ქალი თავის მიზეზით მოდის. ისე ცოტასაც არ უხდიან. მე მგონი. ძალიან კარგი. აი ეს თანხა. ნახე. ძალიან კარგი. აი თქვენი საბუთები. გმადლობთ, გაუფრთხილდი ამ საბუთებს, თუ კიდე რამე დაგჭირდა, შემდგომ გამოგიგზავნე. ეს თანხის ნახევარია და დანარჩენ ნახევარს როგორც შევთანხმდით, რო ჩავალ იქიდან გამოგიგზავნით. არ არის პრობლემა, გენაცვალე. გმადლობ და ნახვამდის. ბებო მომიკითხე, ბებო. კი, აუცილებლად. კარგად ეკარე. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის. ხოზუიო. საათ ხარ გოგო? ეხლა გამოვედი ექიმისგან და მოვდივარ. ლამარა როგორაა? ჯანზე, რაც სახოდის სულ აპარაკობს. უი რა კაია, გამეხარდა. ისე ვიქთ გახართ? ხო, შენ გელოდებით. კაი, გამოვალ მე უკვე. მომეცი ერთად მალაპარაკე. ბაბო შენსა უნდა ლაპარაკი, დაელაპარაკე. როგორ ახარ ბაბო? რავო ექიმა? ბებო, ველაპარაკე იმ ხალს ნახე უკვე და ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგი. ხო არ იეჭო მაგან რამე? არა კაცო, წნევის ბრალი ყოფილა თურმე შვილო. აი გამოვედი უკვე და მალე მოვალ. ხო, კაი, ეხა წერს ეგა, წერს. ხო, კარგი დედა, გელოდებით მალე მოდი. კარგი. ჩემი დანახვა არ გაგიკვირდა, ხო? რა თქმა უნდა, არა. და იცი რაზე მოვედი? კიდე ერთხელ გეუბნები. ჩემ ცოლს, ნინოს თავი დაანებე, გაიგე შენ? შენ ყოფილ ცოლს. ბიჭო, ჩემი ყოფილი ცოლი არა, გაიგე? ჩემი ცოლია და იქნება სულ, გაიგე ბიჭო? ვერ გავი. ბიჭო, ტრაკის თამაშ, თავი დაანებე, შენ ბიჭო, რა გეუბნები? ბიჭო, Alo, entro, na pozaro, niriston აღარ მიხდე, გაიგე? Короче, გავიჭიდეთ ძალიან მოწეული და ამათა სლოგანები უჭირავთ. ხე შეუნახეთ შვილებს და ხერი ჩვენი ცხოვრებაა და თქვენი აქცია იყო მდუმარე და ესენი რამხელახმაზე იცინოდნენ, იცი ყველა თქვენ გიყურებდათ საერთოდ. ხელი მოვიდა და ტელევიზიები არიან მოსულიო და რაღაცა ცოტა ისე მოიქეთით რა, ხარათო და აკაზე ვაფშე გავჭერჭეთ. ვერ მივხვდი ხო ეგ რატო გითხარი, ეხაც ვერ ხვდები ხო? აი ხო იცი გაგებუტება შეჩენ. არა, თაკო არ გაგებუტებათ. გაგადავებ უფრო მაგრამ მე მეორე დღე სამსახურში დაიბარეს და ამას გონია რომ უეჭველი გამიშვესო და პირიქით შეაქეს რომ რაღაცა კაი. გაგაგდეს კი არა დაგაწინაურეს ლოგი. ხო, აი სუპერმენი იმით ხარ. შენ არ იყავი არაფერი. აი ხო რა გიჭირს. ვა. შენ არჩე იმან ბავზე რა ძალიან ბევრი ვიფიქრე და ზუსტად ვიცი რა შემირიგდები რა. საიდან იცი? ზუსტად ვიცი რა, პროსტა აი სხვა შანსი არ არის რა. არ დაგანებებ თავს რა. იმენ არ თავს არ დაგანებებ არასდროს. არ დაიყალა ერთი და იგივე ზალაპარაკეთ? კი. მე დავიღალე ძალიან. შენ? მეც. და რატომ ელაპარაკები? მაშინ რატომ მოხვედი? არ უნდა მოსულიყავი? ხო იცოდი რომ აქ ვიქნებოდი. და შენ გონია რომ სადაც შენ იქნები იქ ვეღარ მივალ? ჩემი მეგობრებიც არიან ესენი. აი, ზალი.
აი ვიცი რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი მართლა. ხვდები. ნუ შენ პონჩი არა რა. ან იმ გოგოებს არ გულისხმობ რა. ნუ ჯერ იმიტომ რომ წავედი 2 კვირით და ნუ დავრჩი ამდენი ხანი. ნუ კაი. ალბათ მალე უნდა ჩამოსულიყავი. მაგრამ მცოდნოდა რომ დაკარგავდი вообще არ წავიდოდი რა. вообще აი საერთოდ არ წავიდოდი. ხოიცი რომ ძალიან მაგრამ მიყვარხარ. ხოიცი ძალიან მაგრამ მიყვარხარ. და უნდა შემირიგდე რა სხვა გზა არ მარტო. ვიცი რა მაგრამ მომენატრე. აუეს რა მაგარი როჟა რა. ძალიან. ესახიობი ვინ არის? ასე არ ვნახოთ ხომ არა. ხო გამახსენე რა. ავშანო. ბატონო. ცალია 2 წუთი რა მოხვიდე? კი როგორ არის? ვიცი. ფარდებს ვარჩევდა რაღაცა ყველა ისე მოიწევს რომ ვხვდები რომელი ჯობია. ნახე ესეც მოხდება. ძალომაზე. აქ კიდე ერთი. აუ მე ეს მომწონს. ეს ხო მეც ამაზე ვფიქრობ. მართლა? ხო. ძალომაზე პია ყველა. ხო. ვერცით გავახადა მაგ. რა? გავალდა მაგ. კი, არა. დედა. ფარდები როგორ უნდა ვიყიდოთ? როგორ უნდა ვიყიდოთ ფარდები? მაღაზიაში მივავალ ვიყიდი. არა დედა. მაგას არ გეუბნებ. ფული არ გვაქვს ხა მაგისი რა. არა და შერაშუაში ხარ. ჩემს აკორწინო ბეჭეს გავყიდე. რავი, როგორც გინდა რა. აი რა თქმა მითხარი. ისედაც ნერვებს მიშეს რო. ხო, რა ვიცი. ანი, ბატონო. გეცლება შეხვავ? კი როგორ არა? რო გამოყვე და ვიყიდოთ. კი, წავიდეთ. უბრალოდ მე დილას რაღაცა საქმე მაქვს. იმას მივხედავ და დღის მეორე ნახევარში წავიდე. კი ბატონო, მე ხოლმე უმცალია მთელი დღე. აი. კიდევ კაი მაღაზა მაინც აღარ ვენარვებულა. რა ხდება? რადა დღეს საშინელი ქარი რო იყო გადავარდა იშენიწნილი და დაეცა მანქანას ეზოში. არ გამაგიჟო, მაგრამ რას მეუბნები? ხო, არ ვიცი ირაკლია ხა ჩასული და არ ყვავს. დედა ჩემი სიკვდილი ეს ხა გაკლდა. მე არ ვიცი რა. მე ვიცი. თუ გაფუჭდა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ვინ დამწყევლა ესე რა ცოდვა მაქვს ესეთი. კარგი დედა რა პანიკებში ვარდები წინასწარ ამოვიდეს ჯერ ირაკლი იქნებ საერთოდ არაფერი არ ჭერს. რა არაფერი არ ჭერს, მაკა თუ გაუფუჭდა გასაკეთებელი იქნება. ამოვიდეს თორე. რატო ხელი არ გამიხმა საერთოდ რომ დავდე რა. რა. გამარჯობა ლეილა დეიდა. შამო. აროჩე ლეილა დეიდა 1 საათია ვებაზრებიდო. მერე? და პარპრეზია ჩატეხილი. თან რაღაცა საკაიფო მანქანა არის, ახალი გამოყვანილი ყოლია ცენტრიდანში. TikTok-ში $1000-1200 ბაზარია რა. დაჟე შეიძლება მეტი. დედა დავიღუპე. მე რა ძვირ. ეგრეა რა. აროჩე თუ რამე დაგჭირდათ აქავა რა, მაგრამ ამამების მერე ისეთი გაჭედილი ვარ, რომ ის ვაფშე კაპიკი არ ამაქვს. კაი ირაკლი რას მიხსნია? აროჩე თუ რამე დაგჭირდათ ეგრევე მომზარეთ რა. აი მადლობა. აი, კარგად იყავით რა ლეილა. კარგად ჩულო, კარგად. ჩვენზეა ნათქვამი. გაჭირვებულს ქვა აღმართში მოეწიაო. მამა
როგორ ხარ აბა? რა ვიცი, უკეთესად რა. რა მოგივიდა? წავიქეცება ქუჩაში. გეტკინა? ცოტა კი მეტკინა, მაგრამ ეხლა უკვე აღარ მტკიო. შენ როგორ ხარ? კარგად. რამე ხარ ჭირდება მითხარილებან. არა. გინდა აღდავშე? არა, არ შეიძლება აღდარჩინო. რატომ? იმიტომ რომ საავადმყოფოა და საავადმყოფოში კიდე ჯანმრთელი ბიჭები არ რჩებიან. და მაშინ სახლში ოდის მოყალა. სახლში მოვალ ხვალ. კარგია. ხო. შენ ახლა წადი სახლში. სკოლაში უნდა წახვიდე და ხვალ 3 საათი გაქდა. მოწესრიგდი და მაიას დაუჯერე, კაი? კარგი. მოდი. აბა შენც. გამარჯობა. აი, ნინოც მოსულა. გამარჯობა. საბა როგორ ხარ? მე კარგად, მამა არის ცუდად. ხო. კარგი, ჩვენ წავალთ. კარგად, რა? კარგად, მამა. კარგად, საბა, აბა შენ იცი რა. აი. მე რა მოხდა? მოდიოდი რაღაცაზე ვფიქრობდი და წამოვყარე ფეხი რაღაცას. დავიცი. კარგად ყვებ არა. გიგა იყო, ხო? ხო. მაგრამ არ ინერვიულობა. რა ვიცოდი, რომ ისე მოხდებოდა. დაწყნებდით ხო რა, დაწყნებდი რა. იმან რა დამაწყნებს, ნახე ჩემს გამო რა დღეში ხარ. შენ გამოვარ, ჩემ გამოვარ. და რა დღეში ვარ, ხელი მაქვს მოტეხილი. კარგი რა. დაწყნებდი ხოცები რა. მოდი ჩემთან. მოდი. შენ აქ რა გინდა? მე რა მინდა? რავი, ამ პროექტში ვარ. კუჩიდან ვერ გავიგე. ხო შეიძლება რომ თავიდან მოვიდა? მე საბუთები შევიტანე, ეხა პასუხს ველოდები. აუ, რა მაგარია, სად რომელ ქვეყანაში? საფრანგეთში და ბელგიაში. სანდროს ბიზაშოს აქვს ბანკი თვითონ. ხო, მაგრამ სანდროს ვერ ვარ. მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბაიას მივცეთ 25%. 25? ო, ბაიას 25, 75 ჩვენ. რა უნდა დავშალდეთ? თუ ჰესი მაინც აშენდა კატასტროფა გარდაუვალია. აი ამიტომ უნდა დამიჯეროთ.